ბევრი ახალწვეულია კი უკვე იყო რამდენიმე ტური გაიმართა ეს შეხვედრა სახიფათო დარტყმა და გადარჩა ტყიბულის მეშახტე წუთზე აი განმეორებით დავაკვირდით კირკიტაძე ურტყავდა და ნუ საბოლოო ჯამში როგორც ხედავთ მცველებმა შეძლეს ეს ნოურუზოვი იყო ეს ფეხბურთელი რომელმაც განმუხტა ამ შემთხვევაში დინამო ბათუმი რომელსაც ყავს ერთგული გულშემატკივარი აქვს სახიფათო განმეორებით შორიდან იყო აქ დარტყმა და აი ხედავთ პაპუაში რომელსაც ძალიან კარგი დარტყმა აქვს და მისი წინა გუნდებიდან გამომდინარე საგარეჯო იქნებოდა თუ ეს თუ გაგრა ალბათ გვახსოვს მისი შორეული გასროლები აქაც იყო და ყალიჩავა ყურადღებით იყო ყალიჩავას დაბრუნება ზობით ტაბლოზე ნულებია აქაც ჯარიმა არ არის ალთუნაშვილი მარჯვნივ შეიძლება გადაცემა არა ბოლომდე კარგად ვერ ითამაშეს მაგრამ მაინც კარგ პოზიციაში არის ბათუმელები და გაიხსნა საბოლოოდ მაინც გაიხსნა ანგარიში და ვერდი მარა გატანილი გოლის ავტორი ალბანელი ფეხბურთელი რომელმაც კიდევ ერთხელ მოახერხა თავისი 7 გოლი ჰქონდა გატანილი მანამდე ეს კი ამ სეზონში მისი მე-6 გოლი გახლავთ აქვე არ დაგვავიწყდეს რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა საგოლე გადაცემების ხრივაც 8 საგოლე გადაცემა პლუს 6 გოლი და ბათუმელთა მეათე ნომერისთვის მშვენიერი სტატისტიკა ეს კი წყლის პაუზა ალბათ მოსალოდნელი იყო დღევანდელ შეხვედრაში რადგანაც ცხელა 20-დან შეიძლება და უფრო სწრაფადაც აი აქ მეშახტი არის შეტევაზე ვნახოთ ერთი ფეხბურთელი გოგოლაშვილი შეტევაში დაარტყა მოახერხა დარტყმა და კარგი იყო ყალიჩავა ამ ეპიზოდში მოახერხა გოგოლაშვილი ყოჩახ მარცვაში აი განმეორებით ხედავთ ახლა ამ ეპიზოდს და მაინც მოასრო დარტყმა გოგოლაშვილს რაც შეეხება სამგურალში იყო ეს ფეხბურთელი როგორც მოიხსენებათ პირველ წრეში ბევრი არ უთამაშია და სეზონის შუაში ბურთის გათამაშებას იწყებს საკამაოდ ცოტა გარისკეს კიდეც ახლა აქ ბათუმელმა ფეხბურთელებმა და გადარჩნენ გოლს საკუთარ კართან ყოჩახ მეშახტი ამ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლეს და მომენტში არ არის ჯარიმა და საბოლოოდ კვირკვიას დარტყმა მოახერხა და მოიგერია მეკარემ სად იყო მეკარე მაგრამ მოასწრო გადაწყობა შეიძლება ითქვას აი ამ ეპიზოდში და ამ ცველმა გამოიტანა ბოდიში მეკარეს არ უთამაშია ცველმა მოახერხა ბურთის გამოტენას თავიდან თითქოს მომეჩვენა რომ მეკარემ ითამაშა მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ ალთუნაშვილი ამ პერიოდში ყოფილი აქ სახიფათო იერიში კარგი შეტევა არის შეიძლება გატანა და ყოჩახ ამ ეპიზოდში ლევან შოვნაძე რომელმაც კარგად მიიღო მაურდის კარგად განაგრძო შეტევა თვითონ არის ამ შეტევაში დაასრულებს ვერა ხო როგორც ჩანს ის ანტირეკორდი რომელზეც მე ვსაუბრობდი მეშახტე გახდება თანამფლობელი სანტრედიასთან და თბილისის ლოკომოტივთან ერთად 20 მოუგებელი შეხვედრა თამაში რაც იმას ნიშნავს რომ ბათუმის დინამომ სტუმრად დაამარცხა ტყიბულის მეშახტე მინიმალური ანგარიშით